კარტოგრაფია გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი. მოქანდაკე. ზოოტექნიკოსი, იურისტი, ტელეფონების შემკეთებელი. ინჟინერი. კინეულობის მაღაზიის გამყიდველი. ბარმენი. მხატვარი, მხატწერი. პურის მცხოველი. კრეატიული დირექტორი. ექიმი აკადემიკოსი. ყველა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეა და ახლა უკვე ყველა დაკავებულია. ქვეყნის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეების სახლში შევარდნით და სპეცოპერაციით ისე დააკავეს, როგორც უკანასკნელი ტერორისტები. არადა არც ერთი არ სადგარბოდა, თუმცა ამ სანახაობის შექმნა სამაგალითო დასჯის საჩვენებლად, როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესში შედიოდა. ეს 59 წლის ბათუმელი მხატვარი ზურა ჭავჭანიძეა. ქართული ოცნების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დგომის დიდი სტაჟით. აფხაზეთიდან დევნილმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აფხაზეთიდან ჩამოტანილი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროშა მანტიად მოირგო. საქართველოს დროშა ევროკავშირის დროშასთან ერთად ელტარზე დაამაგრა და თბილისში პროტესტის ეპიცენტრში წამოვიდა. ევროკავშირი რა თქმა უნდა დიდი არის და უფრო მეტი შეემატება კიდე. და როგორც საქართველოს არის პატარაო, ისე არის ეს პატარა დროშა ამაზე დაკეთებული. საპროტესტო აქციაზე ტევ1-ის კამერამ ბათუმიდან ჩამოსული მედროშე რამდენჯერმე გადაიღო. სპეცრაზმთან გასაუბრებამდე ზურა ჭავჭანიძე თავისუფლების მოედნიდან ათონელის რეზიდენციასთან ხალხთან ერთად მიდის. აქციის დასრულების შემდეგ კი იმავე დღეს ბათუმში დაბრუნდა. არც დაბრუნების შემდეგ უფიქრია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და 2 დღეში მეგობრის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანდნენ. სპეცნაზის წინ იდგა და რაღაცას ეუბნებოდა დროშა გადადა. მე ვთხარი, აქ რას ეუბნები ხელებით რა. რომ რას აკეთებთ, ქართველები არა ხართო. აფხაზეთიდან დევნილი მედროშე მხატვარი და ხატმწერია. ბათუმის პროტესტის აქტიური მონაწილე ხშირად თვითნაკეთ ნივთებს აქციის მონაწილეებს ურიგებდა. თბილისში წამოსვლაზეც, მაშინ როდესაც დიდი პროტესტის დღე დაიგეგმა, არც უყოყმანია. სოციალური დახმარებიდან გადანახული ფული გამოიღო. გზის ხარჯი დაფარა, საგზალი ცოლმა ჩაულაგა და თბილისისკენ აიღო გეზი. კატლეტი და სოსისი მოუხარში. და წაიღო გზაში. წაიღო ბატონო, რომ გურმანი არის თვითონ და ეთყობა კიდეც. მაგრამ ის ერთი ცალიც არ უჭამია, იქ პარლამენტის წინ დავდევი, ეგე ვინმე ჭამოს. ჭავჭანიძის მეუღლე ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ სოსო დროშის ფრიალის გამო ისჯება. ბათუმელი მედროშე ყოველდღე აქციაზე ახალგაზრდების და მათი ევროპული მომავლის გამო იდგა. უსამართლობას ვერ იტანდა. აი ამისთვის ისჯება. მედროშის დაკავების შემდეგ ბათუმელმა ახალგაზრდებმა ოჯახს სახლში მიაკითხეს, რომ გააგრძელონ ის, რასაც აფხაზეთიდან დევნილი 59 წლის კაცი ყოველდღე აკეთებდა. ჩვენ დროშებისთვის მოვედით. 27 წლის თორნიკე მჭედლიშვილი კამერის ობიექტივში მაშინ მოექცა, როდესაც აქციაზე დაშავებულ პატრულს დაეხმარა და სასწრაფოს მანქანაში ჩასვა. თორნიკე ახლა დაკავებულია. აქციაზე მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა. ქართული ოცნებისათვის იმის სათქმელად, რომ უნდა წავიდნენ. 4 ოქტომბრის საპროტესტო შეკრებიდან მესამე დღეს კახეთში მიდიოდა, როდესაც მოძრავი სამარშრუტო ტაქსიდან აიყვანეს. სავარაუდოდ მელაანიდან უკვე მარშრუტკა გრძნობდა, რომ ვიღაც მოსდევდა დაფარები და მას ეძინა უკვე მარშრუტკაში და გააჩერეს ზუსტად გურჯაანში თუ უკვე რა მონაკვეთში არ ვიცი, ზუსტი მონაკვეთი არ ვიცი. თორნიკე მჭედლიშვილმა სასამართლო დარბაზში ილაპარაკა იმ ძალადობაზე, რომელსაც დაკავების შემდეგ ჰქონდა ადგილი. პოლიციელები მას გაუპატიურებით დაემუქრნენ. როგორც ჩანს, მუხარები და ფსიქოლოგიური ზეწოლაც თბილისში იყო სამართლოში. იყო და აგერ მოსამართლემაც ხო თქვა, რომ უკვე რეაგირებისთვის გადავაგზავნით, თვითონ პროკურორმა დააფიქსირა, ნახოთ, აბა დაველოდოთ. შეურაცხყოფა მიაყენა, თვითონ მიიღო სიამოვნება ამისგან. არის ესეთი კატეგორია. თორნიკე მჭედლიშვილი საპროტესტო აქციას სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეუერთდა. ის ბარმენია. ვიღაცას მიყავს პოლიციელი დაშავებული და აღმოჩნდა, რომ ეს არის თორნიკე. ეს არ არის საქმის მასალებში. ამიტომ არის კონკრეტული ერთი ის არის, მასე თუ დავინახავთ ამოჭრილ კადრს, დავინახავთ ძალადობს, მაგრამ ის რამ განაპირობა ის თუნდაც ჯოხის მოქნევა. იქნებ იმას სხვა რამის უქნებდნენ და იგერიებდა.
თორნიკე მჭედლიშვილის დედა, უფლებადამცველი და შეყვარებული აბსურდულს უწოდებენ ჯგუფური ძალადობის ბრალს. მაშინ, როდესაც მჭედლიშვილისათვის არავის უკითხავს, როგორ მოხვდა აქციაზე და იყო თუ არა ორგანიზებული დაჯგუფების წევრი. მიმდებარედ მუშაობს, მაგრამ სრულიად შემთხვევით აგერ მოხდა შეყვარებულთან ერთად სეირნობდა. 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძე სასახლის ხობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. TV1-ის კამერა მის ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე გადაიღო, რა დროსაც სრულიად მარტო იმყოფებოდა და სიტყვით გამომსვლელებს უსმენდა. ზოოინჟინერი 2019 წლიდან ონკოპაციენტია. წლებია ის ავტომანქანების მეორადი ნაწილების მაღაზიას ამუშავებს ფეიქრების ქუჩაზე. მეორე კლინიკური სტადიაა, გრეიდ 2 სიმსივნე აქვს, სხვადასხვა პრეპარატებს ყოველდღიურად ჭირდება სკრინინგ გამოკვლევები. ბატონი ალექსანდრეს ვაჟი ექიმია. სასამართლოში ადვოკატმა მძიმე ონკოპაციენტის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. ახლა ის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. თუმცა მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროტესტზეც მარტო წავიდა და კადრებშიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ერთ ამონარიდად გაავრცელა, ალექსანდრეს ხობის დახმარებას ცდილობდა. ორბიჩს მოკიდა მარტო ხელი, რომ გამოეყვანა ეს ბავშვები, რომ გადასარჩენად შევიდა იმათ, იმიტომ რომ მართლა ამ ტალღამ წაიღო, თორე იქ ახლა ალკოს ხელი არ გაუმძრევია. ონკოპაციენტმა სულ ახლახანს გულის ინფარქტი გადაიტანა. მოსამართლეს ხდომათა დარბაზში მხოლოდ იმას თხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხვა პატიმრებისათვის უხერხულობა არ შეექმნა. ახლაც სასამართლოს დარბაზიდან გამოსულს ვიდრე გლდანში გადაიყვანდნენ, ოჯახის წევრები ხვდებიან, რომ საჭირო მედიკამენტები მიაწოდონ. აქციაზე 86 წლის მამასთან ერთად იყო 48 წლის მოქანდაკე დავით ჟღენტიც, რომელიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ბრალი გადაუკვალიფიცირეს. TV1-ის კამერამ ჟღენტი მამასთან ერთად თავისუფლების მოედანზე არაერთხელ გადაიღო. ახლა გამოძიება მოქანდაკეს ედავება, რომ 86 წლის მამასთან ერთად აქციაზე ძალადობრივი ქმედებებისათვის მივიდა. მისთან ერთად იყო. მამამისთან ერთად. და სად არის მამა თქვენი? მამა ჩემი სახლში უბრალოდ ბოლო წამს ვეღარ იყოლა და იმის მერე მარტო იყო 86 წლის კაცი დარჩება. მის წინააღმდეგ არის ერთადერთი მტკიცებულება, იგინებოდაო პატრული ინსპექტორები. არა, მაგასაც არ აგინებოდა. ხელით უქნებდა ყველა ერთნივა გადმოდი ჩვენსკენ. დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ სავარაუდოდ გედედეს თანამშრომლებმა ათონელის რეზიდენციაში დაკავების მომენტში იძალადეს. ფიზიკური დაზიანებები მას აქვს თავზე, გულმკერდის არეში, ორივე კიდურზე, ზურგზე და კეფაზე. ყველაზე მძიმე იყო ამბავი, როდესაც მან თქვა, რომ გედედეს წარმომადგენლებმა მცემესო. შორიდან არჩენდა, მაგრამ მას მრავლობითი დაზიანება. 46 წლის ევა შაშიაშვილიც დაკავებულებს შორისაა. საპროტესტო აქციაზე ის მარტო მივიდა. ვიდრე სასამართლო მის პატიმრობაში გაშვებას განიხილავდა, ის მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა. მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა, რასაც თქვენ თვალყურს ადევნებდით. რატომ? შიშობ რომ ვერ იაზრებს რატომ არის საერთოდ. და ვერ იაზრებს იმას თუ რა ჩაიდინა. ვინმე წამოიყვანა? სახელიდან გავიდა და თქვა რომ აქციაზე გავდივარ. ევა შაშიაშვილის ძმისშვილი ირაკლი გვიყვება, რომ მამიდას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მედიკამენტოზურ მკურნალობას წლებია გადის. ევას 23 წლის შვილის დიაგნოზი კი ფსიქიური აშლილობაა. ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია. ფსიქიური პრობლემები აქვს. მამიდაჩემს კი. თან აქციაზე არასდროს არ ყოფილა. საიდან? მეც არ ვიცი. სიმართლე ვთქვა, მეც იქ ვიყავი, ოღონდ რუსთაველის გამზრდაზე მოთ არც ამერიკა არც არ უნდა გამაგებინო რომ იქ იყო, თორე ჩავიდოდი და ამოვიყვანდი. აუცილებლად. იმიტომ რომ კონტროლი ჭირდება? კონტროლი ჭირდება კი. ევა შაშიაშვილის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ქვაა. თუმცა საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომ მისი ნასროლი ქვა ვინმეს მოხვდა. დაზარალებული არსებობს, ვინც მამიდა თქვენის წინააღმდეგ მისცა ჩვენება? არაფერი. კივილი განიცადა ვინმე? არ ვიცი. წარმოგვიდგინა. რა ადგილას მოხდა შიგნით ეზოში? გარეთ. შიგნით არ შესულა მამიდა თქვენი? ხობეს ეჯაჯგურა მამიდა თქვენი? არ მაქვს. არანაირი ინფორმაცია და არანაირი გადაწყვეტა. იცნობს ამ ადამიანებს, ვისთანაც ეს პროცესი? პირველად იყო აბსოლუტურად ასეთ ამბებში. როგორ დამთავრდა ეს პროცესი? სამწუხაროდ ისე დამთავრდა, როგორი მოლოდინიც ჰქონდა და დატოვეს პატიმრობაში. გამხნევდით და თქვენ გვერდით ვართ 24 შვილზე ნებისმიერ დროს. ქეთა ნათია და ლიზი ახლა სამტრედიაში დათოს ტურუას დედასთან ეკავენ.
ქალბატონი ხათუნა პროცესს ვერ დაესწრო, რადგან 24 წლის სამოქალაქო აქტივისტის მშობლებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. დათო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. აქციების პარალელურად უნივერსიტეტსაც ბოიკოტი გამოუცხადა, სტატუსი შეუჩერდა. ამის შემდეგ მუშაობა სპარსში დაიწყო და ყოველი სამუშაო დღის ბოლოს პროტესტის ეპიცენტრში იყო. კონფლიქტო ადამიანის წყნარი მუშტი 310 დღე პირიქით იბრძოდა იმისთვის, რომ სინდისის პატიმრები გამოსულიყვნენ გარეთ, სულ ჩვენს გვერდზე იყოს, სულ 310 დღის მანძილზე დილით უთენია სამსახურში მიდიოდა და მერე სამსახურიდან დაღლილი მაინც მოდიოდა აქციაზე და იდგა მოუდრეკელად. ხანში შესული მშობლების ერთადერთ მარჩენალს 9 წლით პატიმრობა ემუქრება. მეგობრები ამბობენ, რომ ყოველი ახალი დაკავებული სამოქალაქო აქტივისტით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი უსამართლობა ვნახეთ, იმდენი ცრუბრალდება ვნახეთ. თითქოს ყოველ ჯერზე მგონია, რომ ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, მაგრამ აი დათოს მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში ყველაზე დიდი შოკია ჩემთვის, ვინც დათოს იცნობს, ყველა დამეთანხმება ამაში. 33 წლის გორელი აქტივისტი და ტელეფონების ხელოსანიც ახლა საბრალდებო სკამზე ზის. ვახოფის ხელაურს მეუღლესთან ერთად გორში რუსული კანონის მიღების შემდეგ არც ერთი საპროტესტო აქცია არ გაუწდენია. ის მუდამ იქ იდგა, სადაც ირჩევდნენ ევროპულ მომავალს. როდესაც ეს კრიმინალები ქართველ პატრიოტ ხალხზე ოდესმე პირს გააღებენ და ენას მოიტრიალებენ, რომ არის ძალადობრივი დაჯგუფება, ის ენა ქართველმა ხალხმა თავისი ერთობით და თავისი სიმტკიცით უნდა ჩააგდებინოს. ერთადერთი ჩვენი ის არის ამ ბავშვების, რომ მამა ნახონ ხალხში. დაკავებულებს შორისაა 34 წლის ალექსანდრე ხაბეიშვილიც აბაშიდან. მისი შვილები ამ დრომდე ვერ ივიწყებენ სახლში სპეცრაზმის შემოვარდნის კადრებს. მცირეწლოვნებმა ამ დროს მძიმე სტრესი მიიღეს. შემოწმდნენ. ან მართ გაფრთხილება, არაფერი. ჩემი მეუღლეც არ იყო, ახლა დაუშვათ სახლში იყო, სხვაგან არსად არ ყოფილა. არც ჩემი მეუღლე ელოდებოდა, ალბათ არ ვიცი. ანუ ის დღე იყო ჩემთვის ერთადერთი 30 წლის მანძილზე ჯოჯოხეთი. სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სწორედ ის იყო. ხაბეიშვილი სოფელ სეფიეთში პურს აცხობს. უმცროსი შვილი კი მძიმე დაავადებას ებრძვის. ჩვენ გვჭირდება ის, როგორც ჩვენ ადამიანებს ღმერთი გვჭირდება ის. ის ჩვენ ოჯახში იყო ღმერთი ერთადერთი, რომელიც მუშაობს. მე თვითონ ავათავარ, ასთმა მაქვს, ვერ მუშაობ ფიზიკურად, ისედაც ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ესეთი შვილი მიყავია ხელში. 4 შვილის დედა ფაქტურად ვერ ვიმუშავებ. ერთადერთი ვინც იყო, ანუ მუშაობდა თონეში, აწყობდა ლავაშს. 57 წლის კახა მჟავანაძე აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. არადა TV პირველის გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა მჟავანაძე წიწაკის სპრეით დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარებოდა. მჟავანაძის მეუღლე დიალესია. ის მოსამართლეს თხოვდა, რომ მიეცა ცოლის სასიცოცხლო პროცედურებზე ტარების უფლება. თუმცა სასამართლო მის მაინც ციხეში გაუშვა. კი საშუალება გადალახული იყო რეანიმაციას, რაღაც დიდი პრობლემები აქვს ჯანდოლის, მაგრამ მაინც იქ დიხა. ეს არის ქვეყნის სიყვარული და არა ჩირგვებში ჩარგო თავი ქვეყანა იძლება ქართველებისგან. კახა მჟავანაძე 3 დღეში ერთხელ ძიმესენით დაავადებული მეუღლე სოფელ ჯიხაშხოდან ქუთაისში დაყავდა პროცედურებზე. მჟავანაძის დას ახლა უჭირს იმის გააზრებაც, ვინ წაიყვანს მის რძალს კვირაში 2 ჯერ დიალესზე. ორივე სტუდენტი ხავს და მე ვარ და მე არავინ არ ამხსოვს ოჯახში და მე გრავარამად და რაფერი და ახლა მეზობლებს ამდენჯერში აწუხეთ, არა აქ ყველა მოვიდა და ვეჭი დაგიგი რაზია ლაპარაკი, მაგრამ ყველამ ესამოძს ახლა ვიში აწუხეთ, შე რომ იქ დაელოდო დიალეს. რა გააკეთა ისეთი რომ ის დაიჭირენი. დღემდე ტირის ბავშვი, ენატრება მამამისი და ნუ რა ვიცი ახლა ვეც ლაპარაკობ ისე აღებებული ვარ. სამტრედიის დევნილთა დასახლებიდან საპროტესტო აქციაზე იყო წამოსული სოციალურად დაუცველი 45 წლის სერგო მეგრელიშვილი, რომელიც სამტრედიაში რკინეულობის მაღაზიაში დღიურად მუშაობდა. მეგრელიშვილს ყავს ავადმყოფი მეუღლე, დედა და მცირეწლოვანი შვილი. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო მის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. იგივე საფრთხის წინაშე დგას ახლა მეგრელიშვილის ოჯახი. 20-ში უნდა ავიღო ახლა ეგ სოციალური თუ დამერიცხება, ეგეც არ ვიცი. და მეტის საერთო შემოსავალი არაფერი არ მაქვს. იყო ადრე ერთი პერიოდი, მაგის გამო მომეხსნა მე სოციალური.
რადგან აქტიურობდა, კი. 4 ოქტომბრის პროტესტის შემდეგ წინასწარი დაკავებების იზოლატორები გადაივსო. იჭერენ ყველას, ვინც ათონელის რეზიდენციის მიმდებარედ გაიარა.